ხო, ჩვენი სოფლიდან ადიან 8 კილომეტრია და იქიდან მიდის მარშრუტკები და ზოგს ექიმთან მიდის, ზოგს რაღაცა და თავისებურად. აი, კერძო მაშინებით, რაღაც გაჭირებით, მე არ ვცალია, გავყვები, რა ვქნა, გაჭირებული არის ადამიანი და უნდა გავყვები. დატიებ ჩემს საქმეს და ადგილობრივი დადიოდა და ეხლა მგზავრებიც ისიც მართალია, მგზავრები ბენზინის ფული ხომ უნდა ჩაასხას და იმნაირი რაღაცა შეიძლება რომ ხელფასი დაუნიშნო მძღოლს და იაროს კვირაში 3 გზობა მაინც ხომ შეიძლება ყველა დღე თუ არის სპორტი აუცილებელია სოფელს საჭიროება წასვლა მოსვლა ექიმთან წასვლა ბაზარზე უნდა წახვიდე მოხვიდე ხან ტაქსით გამოვიძახებთ და მივდივართ ხან რაღაცა შევაწუხებთ რომ წავიყვანოთ და ხო ძირითადში ასკანას გავყობით და თუ დაგხვათ რა მძღოლებმა ძალიან კაი ბიჭები არიან აქამდე ჩამოყვებიან ხან და სხვა დიახ ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს სამწუხარო რეალობაა თუმცა არც ისე შორეულ წარსულში იყო მემსახურებოდა მე რა ვიცი გარკვეული მიზეზების გამო აღარ არის თუმცა ეს არის აუცილებლობა და ყველასთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ყავს კერძო ტრანსპორტი და ვის არა შეიძლება მე მყავს კერძო ტრანსპორტი არა ვარ მე მუდმივ მაცხოვრებელი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა თითოეული მოსახლე ამყვება და მხარს დამიჯერს მაგ ასე ვთქვათ აქტივობაში თუ რამ საჭიროა ჩვენგან სადმე მისვლა არის მოთხოვნა არის განაცხადი არის ხმამაღლა თქმა არის ვამბობ მთელი სოფლის სახელით გვჭირდება და გვინდა ტრანსპორტი არ აქვს მნიშვნელობა მიგვაერთებენ რომელიმე დაუშვათ სოფლის მარშრუტში ვიცოდეთ რომ ჩვენ სოფელში დღეში თუნდაც ერთხელ ქალაქამდე გვექნება წვდომა ჩავიდეთ და ამოვიდეთ აქ არის მოხუცები არიან ბავშვები არიან მაცხოვრებლები რომლებიც ზაფხულიო წავა და ყველა მის გზაზე წავა რჩებიან მარტო და არავითარი რესურსი ის არ აქვს რომ თუ ვინმე არ წავიდა შენი ჭირიმე შენ წამალი მომაწვდინე მომიტანე შენ ეგ პურის ფული მომიტანო შენ ეგ ცხოველები ყავთ თქვა სახლში შინაური ცხოველები იმის საჭმელი ძალკე უნდათ არ შეიძლება ეს ასე იყოს იმიტომ რომ ჭირდება სოფელს სიცოცხლისთვის და არსებობისთვის ეს არის მინიმალური და აუცილებელი და რა ვიცი ვიმედოვნებთ რომ ამ ხმას მივაწვდენთ ვისაც საჭიროა და მოგვექცევენ ყურადღებას